ქართული ოპოზიციის ნაწილი სწორედ EUTOS ეგრეთ წოდებული მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის შინაარსს უკავშირებს განხილვას, რომელიც დღეს ბრიუსელში მიმდინარეობს. ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დღის წესრიგში საქართველოში არსებულ სიტუაციაზე მსჯელობაცა დაძაბული ურთიერთობის პოლიტიკური დიალოგის შეწყვეტის, ევროპარლამენტის მწვავე შინაარსის რეზოლუციების და ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების ფონზე ევროკავშირის საქართველოს საკითხს კიდევ ერთხელ განიხილავს. საბჭოს ხდომამდე ცალკეული მინისტრების მხრიდან გაკეთა განცხადებები ევროპული გზიდან გადახვევის, არასწორი საგარეო კურსის და შემაშფოთებელი ვითარების შესახებ. კრიტიკული შეფასებების დროს ამჯერადაც ბალტიისპირეთის ქვეყნები აქტიურობენ. განვიხილავთ კიდევ რა შეიძლება გავაკეთოთ. ასეთი იყო ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის დღევანდელი გზავნილი. ანა ბროლაძე მოისმინა ბრიუსელში განკეთებული განცხადებები, მას ახლა პირდაპირ ეთერში ჩავთავთ. ანა. კიდევ რა შეიძლება გავაკეთოთ, ეს იყო ნამდვილად კაია კალასის განცხადება უშუალოდ მინისტერიალის დაწყებამდე, თუმცა ისე დასრულდა ეს შეკრება და ისე შეაჯამა სპეციალურმა წარმომადგენელმა ევროკომისიის საგარეო უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში განხილული თემები, რომ მხოლოდ ერთი წინადადებით შეეხო საქართველოს და მან თქვა, რომ იმშელეს საქართველოსზეც, თუმცა რა კონკრეტული შედეგით დასრულდა უშუალოდ ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში მსჯელობა, კაია კალას უკვე აღარ უხსენებია. დღეს მოვისმინეთ ცალკეული განცხადებები ეგრეთ წოდებული დორსტეპის ფორმატში მინისტრების მხრიდან ისმოდა კვლავაც შეშფოთებები ქვეყნის შიგნით განვითარებულ პროცესებთან მიმართებაში, სხვათა შორის EUTOS ყოფილი თავმჯდომარე ქვეყნის ფინანსის საგარეო საქმეთა მინისტრმა ახსენა ის ეგრეთ წოდებული მოსკოვის მექანიზმი, რომელიც შეიმუშავა სპეციალურმა ექსპერტმა და რომლის შესახებაც ჩვენი მაყურებელი ისმენდა ინფორმაციას და მართველი გუნდის პოზიციებსაც. ფინელმა დიპლომატმა თქვა, რომ ის დარწმუნებულია, რომ ეს მოსკოვის მექანიზმი ისევე როგორც EUTO თავის საქმეს გააკეთებს, თუმცა საქართველოს არ უნდა დარჩეს ყურადღების მიღმა არც ევროკავშირის ფორმატში. მოკლედ პოზიციები არის ისეთივე იდენტური, როგორც ბოლო პერიოდის განმავლობაში არაერთხელ მოგვისმენია, რომ საქართველოს პარტნიორები ევროკავშირიდან შეშფოთებულები არიან იმ მიღებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით, რომელთან მიმართებაშიც მათი პოზიცია არის ცნობილი უკვე რა ხანია. დღეს კიდევ ერთხელ ახსენეს, რომ შეშფოთებას იწევს რიგი საკანონმდებლო ინიციატივები, თუმცა როგორც აღნიშნეთ, დღეს როდესაც მსჯელობდნენ სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე, რომელიც დგას მათ შორის ევროკავშირისთვის უსაფრთხოების გამოწვევის კონტექსტშიც და ეს ეხება ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს, რუსეთ-უკრაინის ომს, დღეს ძალიან ბევრი საუბარი იყო ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვით გამოწვეულ იმ პრობლემებზე, რომლის წინაშეც დგანან მათ შორის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიც, საქართველოს შეეხნენ მხოლოდ ერთი წინადადებით. ჩვენ ახლა კიდევ ერთხელ შეგვიძლია მოვისმინოთ პოზიციები, რომელიც დღეს ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში ისმოდა. საქართველოში ვითარება უფრო სერიოზული ხდება. 6 მარტიდან დიპლომატებისთვის ვიზის აკრძალვა ამოქმედდა. ჩვენ განვიხილავთ კიდევ რა შეიძლება გავაკეთოთ. საქართველოს მთავრობა სწორი მიმართულებით არ მიდის. ესტონელებს ყოველთვის ძალიან აღელვებდათ ქართველი ხალხის მომავალი. ჩვენ ყველა დონეზე ძალიან ვუჭერდით მხარს, რათა ქართველ ხალხს მიეღო ის, რაც სურდა ევროკავშირში გაწევრიანება. ახლა ამაზე აღარც კი ვსაუბრობთ. ჩვენ ვსაუბრობთ დემოკრატიაზე, ვსაუბრობთ გადარჩენის გზებზე. ამიტომ ღრმად ვართ შეშფოთებული საქართველოში მიმდინარე მოვლენებით. ჩვენ ვართ მეზობლები შავი ზღვით და ამ გაგებით ჩვენ ვართ ერთ-ერთი პირველი ევროპული ქვეყანა, რომელმაც ხელი მოაწერა სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოსთან. ჩვენ გვსურს საქართველომ გააგრძელოს ევროპულ გზაზე ყოფნა და ვნახოთ, როგორ აისახება მისი მოქალაქეების ნება პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შავი ზღვა ასე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ევროპის უსაფრთხოების კუთხით, არამედ ენერგოტრანსპორტირების, ინფრასტრუქტურისა და წყალქვეშა საკაბელო ინფრასტრუქტურის თვალსაზრისითაც. ნუ გვიყურებთ ისე თითქოს სულელები ვიყოთ. ჩვენ ამას ძალიან მარტივად ვხედავთ. არჩევნებში პატრიოტები თუ იმარჯვებენ, მაშინ ევროკავშირი ამბობს, რომ დემოკრატია მკვდარია, ხოლო თუ ლიბერალები იმარჯვებენ, დემოკრატია საუკეთესო ფორმაშია. ეს ძალიან აშკარაა. ჩვენ ქართველების მხარეს ვართ. საქართველოს მთავრობა შეუძლია ჩვენი იმედი გქონდეს ყველაფერში. ჩვენ ნამდვილად პატივს ვცემთ თქვენს პატრიოტულ პოლიტიკას. შემიძლია გითხრათ, რომ მთლიანობაში ევროკავშირის სანქციების პოლიტიკა დიდი მარცხია. ეს უზარმაზარი მარცხია და საბოლოოდ ის უნდა დავივიწყოთ.
თქვენ უსმენთ პოზიციებს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო ის დიპლომატი, რომელმაც უკვე მე რამდენი დღეად გამოუცხადა მხარდაჭერა საქართველოს ხელისუფლებას რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საუბრობდა შავი ზღვის მნიშვნელობაზე და დღეს გარკვეულწილად სწორედ ამაზეც ჰქონდათ აქცენტი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც არიან კრიტიკის მთავარი ადრესატები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან, რომ უნდა დახედოს ევროკავშირმა რუქას თუ რა მოცემულობაში არის დღეს მსოფლიო და ისინი საუბრობდნენ მათ შორის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე, რატომ მოიცალა ევროპულმა ბიუროკრატიამ და ევროპელმა მინისტრებმა საქართველოსთვის იმ ფონზე, როდესაც ძალიან კრიტიკულია სიტუაცია. ერთი მხრივ მიმდინარეობს რუსეთ-უკრაინის ომი, მეორე მხრივ აღმოსავლეთში გამწვავებულია ვითარება, ძალიან ბევრი უსაფრთხოების გამოწვევის საკითხი დგას დღის წესრიგში და ამ ფონზე, როდესაც ევროკავშირი იცლის იმ მსჯელოს საქართველოსზე, ეს კითხვის ნიშნებს უჩენს მართველი გუნდის წარმომადგენლებს და საქართველოს ხელისუფლების წევრები კვლავაც მიიჩნევენ, რომ ის კრიტიკული განცხადებები, რომელიც მოდის ჩვენი ქვეყნის და ხელისუფლების მისამართით, არის გარკვეული დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილი, რომლის მიზანიც არის ამ შემთხვევაში მათი გადმოსახედიდან საქართველოს სუვერენიტეტის შერყევა. ხელისუფლება არეულია. ამ არეულობაში ერთ-ერთი მთავარი მსხვერპლი არის ევროპა, ევროპელი ხალხი, ევროპის მოსახლეობა. პირველ რიგში ეკონომიკური კუთხით ძალიან მძიმედ დაეთყო ეს არეულობა ევროპის კონტინენტს და კონკრეტულად ევროკავშირის სივრცეს. ასე დროს ევროკავშირის ბიუროკრატია წესით უნდა ცდილობდეს ახალი გზების გამონახვას, მათ შორის საბჭოთა ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისთვის, პოლიტიკური პარტნიორობის გაღრმავებისთვის და როდესაც ასეთ პირობებში პირიქით ევროპული ბიუროკრატია ცდილობს კავშირების ჩაჭრას, მათ შორის საბჭოთა ეკონომიკური სტრატეგიული ხაზების ჩაჭრას, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ევროპული ბიუროკრატია მოქმედებს არა ევროპული ინტერესების შესაბამისად, არამედ გარე ძალების კარნახით, რაც აბსოლუტურად ცხადია. ზუსტად ასეთი კარნახით მოახერხეს მათ და ევროპის ეკონომიკა, რომლის წილი მსოფლიო ეკონომიკაში იყო 30%, შეამცირეს 17.9%-მდე. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ევროპული სუვერენიტეტი არის ძალიან დაბალ ნიშნულზე. ძელდება თავდასხმა საქართველოსზე, ქართულ საზოგადოებაზე, ქართული საზოგადოების ნებაზე, რომ საკუთარი ქვეყანა მოაწყოს ისე, როგორც მისი სურვილი არის. ეს არის სწორედ სუვერენიტეტის გამოცდა, რასაც ჩვენ ამ დღეებში უყურებთ. მანამ სანამ ბრიუსელი მის საგარეო მინისტრების ფორმატში, საბჭოს ფორმატში, ნებისმიერ ფორმატში კვეთრად და ცხადად არ დაგმობს 4 ოქტომბრის ძალადობას და თავდასხმას პრეზიდენტის სასახლეზე, რომელსაც წინსრებით მხარდაჭერა გამოუცხადა ევროკომისიამ მისი პრესპიკერის სახით. მანამდე, რა თქმა უნდა, ნებისმიერი განცხადება მათი საქართველოსთან დაკავშირებით, სწორედ ამ კონტექსტში უნდა დავინახოთ, როგორც გაგრძელება საქართველოში ანტიდემოკრატიული ძალების მხარდაჭერის. გასაკვირი ის არის, რომ ევროკავშირის გარშემოც იქცევა მთელი მსოფლიო და გადაწყვიტეს, რომ ასევე ყურადღება და დრო დაუთმონ საქართველოს მაშინ, როდესაც არანაირი წინაპირობა ამისი არ არის. მათ შემიძლია გაუგზავნო რუკა და იქნებ ისწავლონ, დახედონ, სად არის რეგიონი. ზოგიერთი მათგანი ვნახეთ, რომ წარმოდგენა არ აქვს საერთოდ ან ირანი სად არის და ან რეგიონი სად არის. ამიტომ ქვეყანაზე ასეთი ზედაპირული შეფასებების ნაცვლად მე ვისურვებ და ვურჩევდი, ჩვენ მზად ვართ ყოველთვის, როდესაც არის ხოლმე საუბარი, რომ ჩვენ კიდე განვიხილავთ რა შეიძლება გააკეთონ. ახალი ველოსიპედის გამოგონება არ არის აქ საჭირო, რაც უნდა გააკეთონ, არის რომ დიალოგის კარი კი არ უნდა მიიჯახონ, უნდა დასხდნენ დიალოგის მაგიდაზე. პრობლემებს გაუსწორონ თვალი. ამ პრობლემებზე არაერთხელ გვისაუბრია, მათ შორის უცხოური ფულის ნებართვის გარეშე ქართულ პოლიტიკაში ტრიალი და მთელი რიგი დაკავშირებული პრობლემატიკა დავსხდეთ და ამ პრობლემებზე ვილაპარაკოთ. ამისთვის ჩვენ ყოველთვის მზად ვართ. რა დამატებით მექანიზმებს განიხილავს ბრიუსელი საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებაში, ეს დღევანდელი მინისტერიალის დასრულების შემდგომ არ მოგვისმენია. ნახეთ გადაწყვეტილება და ბოლო გადაწყვეტილება ეხებოდა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას. დღეს ყველაზე ვრცელი თემა, ასე ვთქვათ, რომლის შესახებაც მოვისმენთ ევროკავშირის პოზიცია უშუალოდ მინისტერიალის დასრულების შემდგომ კაია კალასისგან, ეხებოდა ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს და ირანის გადაწყვეტილებას ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვასთან დაკავშირებით. მიმოსვლა ამ შემთხვევაში შეზღუდულია ყველასთვის, გარდა ჩინური და რუსული გემებისა. დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით ასევე მოусმინეს ინდოელ კოლეგას და საკმაოდ მრავლის მომცველი იყო ევროკავშირის მსჯელობის დღის წესრიგი, მათ შორის საქართველოს, რომელიც რატომ მოხვდა ამ დღის წესრიგში, ამ შეკითხვაზე მართლ გუნდსაც არ ჰქონდა პასუხი. მადლობა ანა ბროლაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.